საღამომშვიდობის დღეს პარასკევია და როგორც ყოველთვის ვიწყებთ მიხეილ ეპშტეინის წიგნის მოსმენას, რომელსაც როგორც ყოველთვის ირაკლი ლომოური გაგვაცნობს. უკვე მე-20 გადაცემა 5 თვე ხდება, რაც ამ თემით ჩვენ ეთერში გავდივართ. მოგეხსენებათ, რომ ეს ადამიანი ეპშტეინი, ბატონი ეპშტეინი დიდი ხნის წინ 91 წელს წავიდა ემიგრაციაში რუსეთიდან და ცხოვრობს ამჟამად შეერთებულ შტატებში, ჯორჯიის შტატის ქალაქ ატლანტაში და არის ემორის უნივერსიტეტის პროფესორი. ეს არის ადამიანი, რომელიც მრავალმხრივი ადამიანი ბრძანდება და უამრავი ესეები აქვს მას ძალიან საინტერესო სხვა სფეროში. იგი არის კულტუროლოგი, ფილოსოფოსი, ფილოლოგი და ორი წიგნია, რომელსაც ჩვენ უსმენთ, ნაწილს უკვე მოусმინეთ. ესენი არის სამყაროს დასასრულის წინ, პირველი წიგნის სახელია, არა უკაცრავად ეს მეორეა, რუსული ანტისამყაროს წახნაგები. ეს წიგნი გამოვიდა 2025 წელს დაისტამბა და პირველი 23 წელს გამოვიდა რუსული ანტისამყარო პოლიტიკა აპოკალიფსის ზღვარზე. ხოთ რომ თუ გეკნებათ შეკითხვები, წინანდებები, შეთავაზებები, მოგწეროთ ამის შესახებ. დღეს თორნიკე ჩვენთან ერთად არ არის, მაგრამ შემდეგ პარასკევს შემოგვიერთდება. ეხლა ვთხოვ ირაკლის რომ დაიწყოს საუბარი. დიდი მადლობა. მოგესალმებით მეგობრებო, კიდევ ერთხელ. დღეს 11 ნოემბერია. ვაგრძელებთ მიხეილ ეპშტეინის ესეების კითხვას. მოიწყებდა ერთ სიტყვას ვიტყვი. საქართველოში კატასტროფული მდგომარეობაა, რეჟიმი ამტკიცებს რეპრესიებს, მაგრამ არ დავუთმობთ, არ შევეგუებით, არ დავნებდებით. წინააღმდეგობა გრძელდება. თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს, ცეცხლი ოლიგარქიას, ძირს რუსეთის დამპალი იმპერია. ბრძოლა ბოლომდე. დღეს გთავაზობთ მიხეილ ეპშტეინის ესეს წმინდა შეპყრობილობა, მოძმე ხალხი და კაინის ცოდვა. ესაა რიგით მე-5 ტექსტი წიგნის მესამე განყოფილებიდან, რომელსაც ეწოდება ახალი აპოკალიფტიკა. პირველი და მეორე განყოფილება ამ წიგნისა ქართულ ენაზე უკვე დაისტამბა. ეს წიგნი არსებობს, ეხლა მე გაჩვენებთ ეკრანზე. ეს წიგნია. მე უკვე ვაჩვენე ჩვენს მაყურებელს წინა გადაცემებში, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა რომ ეს წარმოვადგინო ეს წიგნი. ამ წიგნს ქვია რუსული ანტისამყარო შიზოფრენიული ფაშიზმი. ეს რუსული ანტისამყარო არის პირველი განყოფილება, კრებულის რომელსაც თარგმნით და შიზოფრენიული ფაშიზმი მეორე განყოფილებას ქვია. მესამეა ახალი აპოკალიფტიკა, საიდანაც ახლა წაიკითხავთ მე-5 ესეს და შემდეგ ბატონი დავითი ისაუბრებს, კომენტარს გააკეთებს და ჩვენ ვიმსჯელებთ ერთობლივად. რა ფენომენია ეს, რა მოვლენა, რა სიგიჟეა ეს რუსული აპოკალიფტიკა და საერთოდ რუსული ცნობიერება. ეს მართლა უნიკალური და შემზარავი მოვლენა. კარგით, ეხლა დავიწყებ. ხო, მარე ვიტყვი რომ ამ წიგნის საკითხვის მსურველებს შეუძლიათ გამომიგზავნონ თავისი მეილის მისამართები, Facebook-ზე გამომიგზავნონ. მიუხედავად იმისა, დამეგობრებულები ვართ თუ არა ვართ, ეს მე მაინც მომივა მესენჯერში. მომწერეთ რომ გინდათ ამ წიგნის PDF-ი და გამომიგზავნეთ თქვენი მეილის მისამართი.
და მე დაგიბრუნებ ვთქვათ ამ წიგნის PDF-ს. აკეცი გვერდია ქართულად, ქართულ ენაზე ნათარგმნით ეფშტეინის პირველი მეორე განყოფილება მისი კრებულიდან. ახლა ვიწყებ ახალი ესეს, რომელიც ჯერ არ წაგვიკითხავს, აი ამ ესეს გაგაცნობთ. დავიწყებ. წმინდა შეპყრობილობა, მოძმე ხალხი და კაინის ცოდვა, ესე ქვია ესეს. ხო, და ეხლა ვთხოვ ჩვენ ტექნიკურ ჯგუფს, რომ პუსი რაიოტის ფოტო გვაჩვენოს ეკრანზე. ხო გესმით, ანდრი? აი, გამოჩნდა. ხო, ეხლა აი გაიგებს მაყურებელი რა არის ეს ფოტოზე აღბეჭდი. 2012 წელს შემოქმედებით ჯგუფ პუსი რაიოტის მონაწილეებს 2 წელი ციხე მიუსაჯეს ქრისტე მაცხოვრის ტაძარში ჩატარებული პანკ ლოცვის შემდეგ, რომელიც ღვთისმშობლისადმი იყო მიმართული. მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფისთვის. აი ამ ბრალდებით ჩასვეს ციხეში 2 წლით. ეხლა ისინი ემიგრაციაში არიან. ფემინისტური პანკ როკ ჯგუფის წევრები ავიდნენ ამბიონზე და შეეცადნენ შეესრულებინათ სიმღერა ღვთისმშობელო გააძევე პუტინი, მაგაროძიცა პუტინა პრაგანი. ნუ აქ დაინახეს ეს რა თქმა უნდა ტაძარში ცოტა ხალხი იყო, მაგრამ მაინც ამათ ვერც მოასწრეს სინამდვილეში ეს სიმღერა შეესრულებინა, დაიწყეს, მაგრამ ამ დროს ეცენ და გაათრიეს. როგორც მკრეხელობა ისე იყო აღქმული ეს მასის მიერ. ხო, ნუ აღიქვეს იქაურმა, რომ ეს საშინელი მკრეხელობა და მერე ამათ ეს დაამონტაჟეს, ეს კადრები გადაღებული, ფოტოები, ვიდეო და ქსელში, სოციალურ ქსელში გაავრცელეს. ხო, ეს 2012 წელს ეს შემთხვევა გახმაურდა ძალიან და ციხეშიც აღმოჩნდნენ ამის ორგანიზატორები. ესენი არიან ძირითადად მხატვრები, ეს გოგონები, ახალგაზრდა ქალები უпростоრად და თან პანკ როკში მოღვაწეობენ და ფემინისტური ჯგუფია. პანკ როკ ფემინისტური. ხო. მაშინ აშკარად გამოვიდა მორწმუნეთა უფრო სწორედ იერარქების სახელით მოლაპარაკეთა მიდრეკილება შეურაცხყოფილად ეგზნოთ თავი. ეს იყო ნიშნული რუსეთის შესვლისა წმინდა შეპყრობილობის ეპოქაში, ანუ ჭეშმარიტად ეშმაკისეული შეპყრობილობისა სიწმინდით. და ეხლა ავხსნით, რას ნიშნავს ეს წმინდა შეპყრობილობა, რომ უფრო გასაგები იყოს. ყველაზე უკეთ ეს ტენდენცია განსაზღვრა ბორის გრებენშიკოვმა სიმღერაში მოვედი წყალი რომ დავლიო 2014 წელს დაწერა ეს სიმღერა. და ეხლა ციტატას დავიკითხავ ამ სიმღერიდან ჯერ ქართულად, მერე რუსულად. იქნები მოსკოვში მოერიდე სიწმინდეზე ლაპარაკს. იქნები მოსკოვში მოერიდე სიწმინდეზე ლაპარაკს. თორემ პრედებივით თვინიერები დაგიჭერენ, წმინდანები შემოგაჯდებიან, სიყვარულის სახურები მიწაში ჯვრით ჩაგაჭედებენ. Будешь в Москве, остерегайся говорить о святом. Будешь в Москве, остерегайся говорить о святом. Не то кроткие, как голуби, поймают тебя, святые оседлают тебя, служители любви вобьют тебя в землю крестом. მინდა შეპყრობილობა ეს ამ მდგომარეობა, როდესაც ადამიანი საკუთარი პიროვნების, ან და საკუთარი პრინციპების რწმენის სიწმინდითაა შეპყრობილი. Русულად ეს არის святобесие, латинურად сакромания. Одержимость своей святостью или святостью своих принципов и убеждений. Კიდე მე-19 საუკუნეში ტრედიაკოვსკი ჰქონდა შეთავაზება ასე ვთარგმნოთ ფრანგული სიტყვა ფანატიზმიო. მაშინ ეს სიტყვა წმინდა შეპყრობილობა, ანუ святобесие.
რუსულში არ დამკვიდრდა, მაგრამ ახლა მას შანსი გამოუჩნდა. მეტისმეტად ბევრია ჩვენს გარშემო წვიდა შეპყრობილები, ადამიანები, რომლებმაც მტკიცედ უწყიან, რაში მდგომარეობს ყველას და ყველაფრის ხსნა, მზად არიან დამწყსონ ხალხები და განიცადონ შურის მაძიებლობის გზნობით აღსავსე წყენა ყველაფრისთვის, რაც არღოს მათ წარმოდგენა სამყაროზე. იმავდროულად ცხადია, რომ წმინდა შეპყრობილობა და ფანატიზმი სხვადასხვა რამაა. ფანატიკოს თავგამოდების ჯერა ღმერთისა და მზადაა მსხვერპლისა და სიკვდილისათვის. ხოლო წმინდა შეპყრობილობა ესაა სიძულვილისა და ამპარტავნების ამოფრქვევა სიწმინდების დაცვის ნიღბით. А Святая Бесия – это выплеск ненависти и гордыни под видом защиты святынь. Эса агрессия, რომელიც მიმართულია იმაზე, ვინც სხვაგვარად აზროვნებს და სხვაგვარად გრძნობს. აგრესიის განმუხტის ყველაზე დამაჯერებელი საშუალება, როდესაც ადამიანი განრისხდება და გაცოფდება არა საკუთარი თავის, საკუთარი წვრილმანიტკივილებისა და წყენის გამო, არამედ რაღაც აბსოლუტურად დიადისა და წმინდის გულისთვის. ამ შემთხვევაში შეიძლება გაროზგო, დაწვა, დასაჯო და ეს ყველაფერი გააკეთო, ამ ყველაფრის გაკეთების უფლება მისცეს საკუთარ თავს სინდისის ქეჯნის გარეშე. წმინდა შეპყრობილობა ყველგან დაეძებს მწვალებლობასა და მწვალებლებს. იყენებს ნებისმიერ საბაბს, რომ მოახდინოს შეურაცხყოფილი რელიგიური გზნობების დემონსტრირება. საზოგადოებაში ბოღმისა და შეუწყნარებლობის სულისკვეთებას აღვივებს. ფანატიკოსი მზადა საკუთარი თავი გასწიროს წმენის გამო, წმინდა შეპყრობილი ფერვლად მხოლოდ სხვებს სწირავს. არა თავის თავს. ესაა ფანატიზმის ნაზავი ფარისევლობასთან, ნარცისიზმთან, სადიზმთან. ასე კაცრი განმარტება აქვს ამ მოვლენას, რასაც ქართულად წმინდა შეპყრობილობა დავარქვით. რომ ქართულად მე არ ვიცი ამის შესაწყისი, მე მგონი არ არსებობს. Свята Бесия, როგორ უნდა მეთარგმნა. რამდენი ვარიანტი მქონდა. წმინდა შეჩენილობა, წმინდა ეშმაკეულობა, წმინდა შეპყრობილობა, მაგრამ გავჩერდით წმინდა შეპყრობილობაზე. იმიტომ რომ ეს თითქოს უფრო მეტად გამოხატავს ამ მოვლენის არსს. როცა შეპყრობილი ხარ საკუთარი წმენის სიწმინდის განცდით და გონია რომ შენ რისი წამს ის არის აბსოლუტური საშუალება და შენ გაქვს უფლება რომ ეს სხვას მოახვიო ძალადობით. აი ვაგრძელებ ესეც. ასე წმინდა შეპყრობილობაზე ვიღაცამ თქვა, მათ ღმერთი სტანისლავსკის სისტემით უყვართ. ასე წმინდა შეპყრობილებზე ვიღაცამ თქვა, მათ ღმერთი სტანისლავსკის სისტემით უყვართ. ანუ უბრალოდ ის დასანახად კი არა, არამედ როლში შესვლით, შინაგანი განცდით. ის სტანისლავსკიმ თავისი სისტემა ასე აღწერა. ახლა სტანისლავსკი მოგეხსენებათ ძალიან დიდი რეჟისორი იყო და თეორეტიკოსი იმავდროულად. და თავისი სისტემა შექმნა. და ესე აღწერა, ესე დაახასიათა თავისი სისტემა. მისი მაგიური თუკი, შემოთავაზებული გარემოებები, გამონაგონი უცხოს შენად აქცევს. სისტემა შეუძლია გაიძვლოს არარსებული დაიჯერო. ეხლა რუსული ციტატა სტანისლავსკის წიგნიდან. Ее магическое, если бы предлагаемые обстоятельства вымыслы делают чужое своим, система умеет заставлять верить несуществующему. Станиславский работа актера над собой. 1938 წელი. ანუ როდესაც მსახიობი სცენაზე ისე თამაშობს, რომ შინაგანად მართლა იჯერებს, რასაც თამაშობს და განიცდის, ამაზე ლაპარაკი. ასევე წმინდა შეპყრობილობას, ჯერა არ არსებულის უფრო ზუსტად აიძულებს თავს, რომ სჯეროდეს. ისტორიკამდე მიდის, იქოქება, როგორც მსახიობის სცენაზე. Вот таки Свята Бесия.
верить не существующему, точнее заставляет себя верить, накручивает до истерики, заводит себя как актер на сцене. Актерებს ესეც. უნდა შეფრთხილობა, ასევე სურვილია ღმერთს აამოს ხებზე მეტად. წარმოდგენა იმისა, რომ ჩემი რწმენა სხვისაზე უფრო ჭეშმარიტია, რომ ღმერთს უფრო კარგად ემსახურები, ამისთვის მისგან ჯილდო გეკუთვნის. ეს უბრალოდ ამპარტავნება კი არ არის, არამედ სარწმუნოებრივი ამპარტავნებაა, სვის რწმენაზე მაღლა დადგომა. ბიბლიაში Този საშინელი ბოროტება ადამიანსა და ევას ცოდვის დაცემის შემდეგ. Библия – это самое страшное зло после грехопадения Адама и Евы. Როგორც ერთმანეთთან დაკავშირებული პირველთმული ცოდვა ადამიანისა და კვლელობა კაინისა, სიკეთისა და ბოროტების შემეცნების ნაყოფის მიღებას მოჰყვება ძალადობა სიკეთის სახელით და მას ასადამე ბოროტება. წმენა, რომელიც ამაყობს თავისი უპირატესობით სხვა წმენაზე და ღმერთს ეჩვენოს, აი ესაა სწორედ კაინის ცოდვა. Вера, которая гордится своим превосходством над другими верами и ревнует к ним Бога, вот и Каинов грех. ანუ კაინის ცოდვა დაკავშირებულია პირველთმულ ცოდვასთან უშუალოდ. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის ერთ-ერთი მთავარ მოტივად ცხადდება ორი ხალხის ძმობა. ციტატა. უკრაინა ჩვენთვის ძმური ქვეყანაა და ამ რთულ სიტუაციაში ჩვენ ყოველთვის მზად ვართ მხარი დაუჭიროთ მოძმე ხალხს. და თუ ჩვენ მართლა ვამბობთ, რომ ეს მოძმე ხალხია და მოძმე ქვეყანა, ისე უნდა მოვიქცეთ, როგორც ახლო ნათესავ შეხვერის და მხარი დაუჭიროთ უკრაინელ ხალხს ამ რთულ სიტუაციაში. Это Путиნის цитата, ახლა რუსულად. Украина для нас братская страна, и в сложной ситуации мы всегда готовы поддержать братский народ. Если мы действительно говорим, что это братский народ и братская страна, то мы должны поступать как близкий родственник и поддержать украинский народ в этой сложной ситуации. Владимир Путин провел большую пресс-конференцию в Москве «Интерфакс» 17 декабря 2013 წელი. აქედან არის აი ამ პრეს-კონფერენციიდან ეს ციტატა. განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ყირიმის მიტაცებამდე სულ რაღაც 2 თვის ადრე. 2000 წელსაც კი, როდესაც უკვე ხოცავდა 10,000 უკრაინელ მოქალაქეს, აწმენდა სიტყვასა და შუქს, ანგრევდა მათ სახლებს, სკოლებს, საავადმყოფოებს, რუსეთის ხელისუფლება ძირითადად აგრძელებდა მათ მოხსენიებას მოძმე ხალხად. რასახისაა ეს ძმობა? ჩვეულებრივ კაინის ცოდვა გულისხმობს ძმათა კლასს. შემთხვევითია, რომ პირველმა მკვლელმა ხელი სწორედ ძმაზე აღმართა. ეს შეხსენებაა, რომ როდესაც ვიღაცას ვკლავთ, ყოველთვის ჩვენს ძმას ავკლავთ. რადგან ჩვენ ყველანი ერთი მამის შვილები ვართ. მაგრამ კაინის ამბავი გვახსენებს იმასაც, რომ პირველი კვლელობა რელიგიური მოტივებით იყო ჩადენილი. და მოიხილა ღმერთთან აბელს ზედა და ძღვენთა მისთა ზედა. ხოლო კაინს ზედა და ძღვენთა მისთა ზედა არა მოიხილა. და შეწუხნა კაინ ფრიად და შეიჭუნა პირი მისი. და იყო ყოფასა მაცა ველსა აღდგა კაინ აბელსა ზედა, ძმისა თვისისა და მოკლა იგი. ეს არის დაბადებიდან მეოთხე თავის მესამე მეხუთე მუხლი ამოკრებილი ციტატებია. როგორ მოკლა კაინმა თავისი ძმა აბელი და რატომ მოკლა. სწორედ რელიგიური თავგამოდება და მოშურნეობა გვიბრუნდება ყველაზე საშინელ ცოდვად. Именно религиозное рвение и ревность оборачиваются самым страшным грехом. ეს არ არის დანაშაული სიხარბის, ქონებისთვის ბრძოლის, ძალაუფლებისა თუ ქალის გამო, ანუ ყველაზე ჩვეულებრივი და მდაბალი მოტივები. არა.
კაინს აწვალებს დაუკმაყოფილებელი სულიერი წყურვილი, იგი ეძებს ზეციურ დალოცვას, კურთხევას. მას მისა შეშურდა ზეცერი მამის წინაშე. Он возревновал брата к отцу небесному. Სწორედ სიწმინდით ცდუნება, წმინდა შეპყრობილობა კაინის სოლის საფუძველი. საერთაშორისო მე დამთავრებული მაქვს თბილისის სასულიერო აკადემია. და უნდა გამოვთქვდე, რომ აი ამ მომენტზე კაინის სოდვის აი ესეთი ანალიზი ჩემთვის რაღაცა თითქოს ახალი იყო, იმიტომ რომ ამაზე მე ამ კუთხიდან არასოდეს არ მიფიქრია. მე საკმაოდ ჩემი მინუსია და ჩემი სიზუსტე. ხო, ვაგრძელებ ესეს. კაინი მრავალი პერსონაჟის წინაპარია, როგორც ბიბლიაში, ისე მის გარეთ. მსგავსი კოლიზია იშლება პუშკინის, მოცარტსა და სალიერიში. რატომა რომ სალიერისეული სხეულის შრომისა და მოწოდებისთვის არაა შეწყნარებული ღმრთის მიერ. შესაძლებელი არ იქნება, მასზე ცეცხლი არ გადმოდის. ერთადერთი იზღა დაგრჩენია შეღაღადო ღმერთს. ამბობენ ქვეყნად სამართალი არ არსებობს, მაგრამ ზეცაშიც არ არსებობს იგი. Нет правды на земле, но правда нет и выше. ეს არის პუშკინის პოემიდან ციტატა. ეს კაინის ღაღადისია. სალიერი მოცარტი თავისი მუსიკისმიერი ძმა მაწყალეთ მოწამლა იმავე ლოგიკით. მისი ძვენი არ შეიწყნარა უფალმა. ახლა არის პოემიდან ვრცელი ციტატა. ეს არის თამას ცხენკელის თარგმანი. ჯერ ქართულად წაიკითხოთ, მერე რუსულად. ო ზეცის შუქო, სადაა მითხარ სამართალი, რო წმინდა მიჯი, უგდავი მადლი, უანგარო სიყვარულის შრომას, გულმოდგინებას, თავდადებას, ლმობას, ვედრებას, კი არა ხდება მეოხებად, არამედ შლეგით უკმადმავალი შუბს დანათის. О небо, где ж правота, когда священный дар, когда бессмертный гений, не в награду, любви горящей самоутверждения, труда усердия, молений послан, а озаряет голову безумца, гуляки праздного. А ну, Сальерис твалши, Моцарти ари, безумец, гуляка праздный. А ну, შლეგი უკმადმავალი და იმას აქვს ეს ფაებრივი ნიჭი და თვითონ რომელიც მთელი სული და ხურტი მთელი არსებით ცდილობს რომ დაწეროს ფაებრივი მუსიკა ვერ წერს და ის კიდე წერს როცა შლეგია და უკმადმავალი ადამი ვაგრძელებ ციტატას მე უკაცრავად ესეც კითხვას ადამი დავა სრულყოფილი ცოდნის მიღების იმედმა აცდუნა და იყვნეთ ვითარცა ღმერთი მეცნიერ კეთილისა და ბოროტისა ეს დაბადების მესამე თავი მეხუთე მუხი კაინის ცოდვა ადამის ცოდვისგან მომდინარეობს ისე როგორც თვით კაინი ადამისგან თუ კი ვიქნებით ღმერთებივით ესე იგი სხვისი სიცოცხლის განკარგვის უფლებასაც მივიღებთ კაინი იყო პირველი ვინც გადაწყვიტა ძალადობით შეესწორებინა წყალებში ღმერთის მოქმედება. აქედანაა სწორედ თეოკრატია, ღვთივ ძალაუფლება, საკუთარ თავს მიანიჭო ღვთის როლი, მართო მისი სახელით განსაზღვრო სხვათა ბედი. კაინიზმი თეოკრატიის საწყისია, რომელიც თავის თავზე იღებს კაცობრიობის ბედის გადაწყვეტას, რადგან მიაჩნია რომ თავად უფალი ამას სათანადოდ ვერ ახერხებს. ეხლა იგივე წაიკითხავთ რუსულად, რომ უფრო კარგად დავინახოთ, როგორ წერია და რა წერია. ერთი წამია. Каинизм – это начало теократии, которая берется вершить судьбы человечества, полагая, что Господь сам не справляется. კაინი ისე როგორც იობი აღშფოთებულია ღვთის უსამართლობით. ისე როგორც სალიერი შურს ღვთაებრივი ნიჭების
და ბოლოს როგორც დიდი ინკვიზიტორი, ეს დოსტოევსკის დიდი ინკვიზიტორი, თავის ხელში იღებს ღვთის საქმეს, ღვთიურ საქმეს. შენ არ მოგვეცი ბედნიერება, არ ისურვე ყოველი შემთხვევების გამოვლენა. ამას ჩვენ გავაკეთებთ შენს ნაცვლად, ეუბნება დიდი ინკვიზიტორი ქრისტეს, რომელიც შუმად დგას და უმზეს და უსმენს, დუმარებს. ამას ეუბნებიან ქრისტეს, მაგრამ მანამდე კაინი ამას გულში ეუბნება ღმერთს. ეშმაკი ღმერთზე წმინდა, ინკვიზიტორი ქრისტეზე წმინდა, ესე გამოდის. საკუთარი სიწმინდის მოშურნეობა, თვით სიწმინდე, თვით რწმენა, საკუთარი რწმენის განდიდება. აი რა არის ამისი საფუძველი ამ წმინდა შეჩენილობის თუ წმინდა შეპყრობილობის. Ты не принес нам счастья, ты не пожелал проявить всемогущество. Мы сделаем это за тебя. Это говорится Христу, но еще раньше Каин в своем сердце говорит это Богу. Дьявол святее Бога, инквизитор святее Христа. Ревнование о своей святости, самосвятие, самоверие, превозношение своей веры. ეს არის რაღაცა შემაძრწუნებელი, გასაგიჟებელი, არ ვიცი რა სიტყვები ვიხმარო კიდე, რომ გამოვხატო, რამდენად შემზარავია აი ეს ადამიანური ამპარტავნება, რომ საკუთარ თავს აყენებ ღვთის ადგილად და ღვთის ნაცვლად ღვთიურ საქმეს აკეთებ შენ და აკეთებ ძალადობით. გინდა გააბედნიერო ღვთის სახელით აკეთებს ამას ადამიანი. ღვთის სახელით აკეთებს. სინამდვილეში კი ეს არის საშინელება და ეს არის ძალადობა. ვაგრძელებ ესეც, ერთი გვერდიღა დარჩა. ეკლესია მორწმუნეებს თავდაბლობას ასწავლის, მაგრამ ეს სათნოება თვით ეკლესიაზეც ხომ არ უნდა ვრცელდებოდეს. დაბლად ხომ არ უნდა აღიარონ ეკლესიებმა თავისი არასრულყოფილება არა მხოლოდ ღვთის წინაშე, არამედ სხვა ეკლესიების წინაშეც. ხომ არ გაექცევა მრევლი, თუ კი ვთქვათ, ერთი ეკლესია აღიარებს თავის უღირსებას მეორის წინაშე, რომელიც საერო ხელისუფლებას მორჩილად არ ემსახურა. აი ხლა ამას რუსულადაც წავიკითხავ, რომ უფრო გასაგები იყოს, რას გულისხმობს ავტორი. Не разбежится от них паство, если, например, одна церковь признает свое недостоинство перед другой, которая не услужала покорно мирским властям. ეს ჩემთვის ძალიან აქტუალური მომენტია. ჩვენი დღევანდელი ეკლესია რამდენად ემსახურება საერო ხელისუფლებას, რამდენად ჩუმადარი, რამდენად დუმს, როდესაც საერო ხელისუფლება უსამართლობით, ძალადობით ადამიანის ტანჯვა წამებით ციხეში რო ქალს ჩააგდებდა. ნუ მოკლედ ეს დღევანდელი ჩვენი აქტუალური ყოფის რაღაცნაირად შეხმიანებასავით გამოდის ეს აი ეს კონკრეტული მომენტი ამ ესეში. მაშინ რისთვის უნდა დავცეთ ეკლესიაში, რომელიც თვითონ აღიარებს საკუთარ არასრულყოფილებას, კითხვას ავტორი. მაგრამ განა ამაში არ იქნებოდა სწორედ მისი ძალა. და შემდეგ ციტატა კორინთელთა მეორე ეპისტოლედან მე-12 თავის მე-9 მუხი. ძალი ჩემი უძლურებასა შინას სრულ იქმნების. ანუ ეკლესიის უძლურება ეს არის აღიარებული და მონანიებული, სწორედაც არის მისი ძალა. ასეთ ეკლესიაში, რომელიც არა მარტო მოუწოდებს სიმდაბლისკენ, არამედ თვითონაც დაიმდაბლებს თავს ღვთის წინაშე და აღიარებს თავის წოდეს, მივიდოდნენ ისინი, ვინც არის მარილი ამა ქვეყნისა. ასეთი ეკლესია, რომელიც კრებითად მოინანიებდა, კრებითად, აი ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. სწორედ როგორც ეკლესია და არა მხოლოდ მისი ცალკეული წევრების სახით, ქრისტიანობის სულისკვეთებისთვის ალბათ უფრო შესაბამისი იქნებოდა. როგორც აღნიშნა ფილოსოფოსმა გ. პომერანცმა,
და შემდეგ ციტატა მისი ნაშრომიდან. სულიერი ცხოვრება მოითხოვს ხვის უპირატესობის სიხარულით აღიარებას და არ გააჩნია არავითარი სურვილი იბრძოლოს პირველობისთვის. Русулат იგივე. Духовная жизнь требует радостного признания превосходства в другом и никакого желания бороться за первенство. Это Померанцис нашромис, что значит делай, что хочешь. Кребуши Омилия, Международный литературный клуб, поэта Самотис Рис, от Заотхи Теберлис Гамошвеба. Дай машин ურთიერთ სიმდაბლის ძალით შეიძლებოდა დაწყებულიყო ეკლესიების გამთლიანება. რელიგიური ამპარტავნებისა და თვითგანდიდების გამო რომაა დაყოფილი. ეკლესია მოგეხსენებათ დაყოფილია. მონანული ეკლესია, მონანიებული ეკლესია, ანუ ისეთი, რომელიც თავისი გულიდან განდევნის კაენს ახალ გამოცნიდა რწმენას. Იგივე русулат. И тогда силой взаимного смирения могло бы начаться воссоединение церквей, разделенных религиозной гордыней и самопревознесением. А если это церковь, раскаянная церковь, то есть изгоняющая Каина из своего сердца, открыла бы для веры новые пути. Ეხლა ამით თავდება ესე. მე მგონი რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან ტკივნეულ და ძალიან ჩვენთვის მართლაც აქტუალურ საჭიროებო საკითხებზე აქვს საუბარი და დავით გთხოვთ რომ თქვენ გავუკეთოთ კომენტარი და ვისაუბროთ ამის შესახებ. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. დავით თქვენ გაძლევთ სიტყვას. გადმოგცემ სიტყვას. დიდი მადლობა ეპშტეინს და დიდი მადლობა ირაკლი. გასავთ. ეს ნამდვილად აი რო წავიკითხე ეს გუშინ. მე პირდაპირ რო ვიტყვიან გულში მომხვდა, იმიტომ რომ ზუსტად დღევანდელობაზეა ეს დღევანდელობას ასახავს ძალიან ნათლად და მკაფიოდ ეს დღევანდელ ვითარებას, თორსა ეს განსაკუთრებით სოციალურ ქსელში არის აგზნობი, როცა კომენტარებს ათვალიერებს სხვა ადამიანებს, ნუ როგორი დაპირისპირება რომ საშუალება რო კონდეს გონი ადამიანს, რომ შეიძლება ერთმა მეორე მოკლას, ისეთი ის მოდის ხოლმე რაღაც აგრესია იმ შეფასებებიდან, ხო და სამწუხაროდ ეს კაცობრიობის თანამდებია. უამრავი ის არის ჩადენილი, თქვათ, დანაშაული ადამიანების ერთი ნაწილის ან მეორეს მიმართ, და რელიგიის მოშველიებით, ასე ვთქვათ. აი, რამდენი ხარ ფიქრობდი და გამახსენდა რაღაც სხვა შემთხვევები, ერთი როდესაც გორგასალმა გადაწყვიტა, რომ გორგასლის დროს იყო საქართველოს ეკლესიის სათავეში პირველი პირი იყო მთავარეპისკოპოსი. პატრიარქი და კათოლიკოსი არ ერქვა მას და გადაწყვიტა შეეცვალა ეს ვითარება და ის მთავარეპისკოპოსი მისწერა კონსტანტინოპოლში წერილით, ხონით რომ გამოეგზავნათ სხვა სასულიერო პირი, რომელიც იქნებოდა მთავარეპისკოპოსის მაგივრად. და როგორც ჩანს, ვახტანგ გორგასალი და ეს მთავარეპისკოპოსი დაპირისპირებულები იყვნენ ერთმანეთთან. მანამდეც და სწორედ ეს როცა ჯერ არ იყო ჩამოსული იქიდან კონსტანტინოპოლიდან ის მომავალი მეთაური საქართველოს ეკლესიისა, ეს კათოლიკოსის დანიშნებას ნიშნავდა, რომ საქართველოს ეკლესია გახდებოდა ავტოკეფალური. ირაკლი დამიდასტურებს ამას ჩემზე უკეთ იცის ეს ამბები და არა, თქვენს უკეთესად არ ვიცი ნამდვილად. თუმცა გიდასტურებ, კონკრეტულად დაგიდასტურებ. და ჯერ ეს არ არის მოკლედ ჩამოსული ის ადამიანი და ახლა ჯორჯზე მჯდომ მთავარეპისკოპოს გორგასალი, რომ კალთაზე მწვეოდა. და ისე იყო, როგორც ჩანს ეს კაცი მთავარეპისკოპოსი გაბრაზებული მეფეზე, რომ გააქანა ფეხი და პირდაპირ ფეხსაცმელი კბილები ჩაუმტრია მოკლედ. სახეში მიარტყა ფეხი. ნუ შეცვალეს ის, მაგრამ ახლა ეგ ერთი თქვა, ხო, ერთი ეგეთი მაგალითი, მეორე მაგალითი
როდესაც აღმაშენებლის დროს მოიწვია აღმაშენებელმა რუის ურბნისის კრებამ და იქ მატიანეს წერია ქრონიკაში, რომ შედარებულები არიან იქ მაშინდელ ეკლესიაში ყოფილი იერარქები ქვაბავაზაკებთან, ანუ ის ყაჩაღებთან, რომელიც სადაც გამოქვაბულში აფარებს თავს და იქიდან გამოდის ზარცვავს ხალხს. და იქ მე ამ კრების შემდგომ დოკუმენტში პირდაპირ ჩამოთვლილია, რომ აი რა შემთხვევაში შეიძლება, რა ასაკისა შეიძლება ეჩეს ადამიანი ღვთლად, რა შემთხვევაში დიაკვნად, რა შემთხვევაში ეპისკოპოსად და ასე შემდეგ. რა იქ ბევრი იყვნენ ისეთი ადამიანები, სხვა დიდგვაროვანი ოჯახებიდან შესულები მაშინდელ ეკლესიაში. ქონება იყო ხოლმე როგორც წესი, მაგ დროს პირველი უფროსი ვაჟის და მომდევნო შვილებს თქვათ რომ ქონოდათ ესეთი უზრუნველი მეტნაკლებად მაინც ცხოვრება, მიდიოდა ბევრი ეკლესიაში. ეს იმაშიც ევროპაშიც ასე იყო და აქაც. და იქ მოუწიათ მოკლედ გაწმენდა დავით აღმაშენებელს და მის აღმზრდელს და მეორე მამას გიორგი ჭყონდიდას ეკლესიისა აი ამ უესში ადამიანებისაგან. ან კათოლიციზმი რო გავიხსენოთ, ხო, რატომ მოხდა ეს გახეთქილება კათოლიკურ ეკლესიაში და როგორ გაჩნდა პროტესტანტიზმი? რომ ისეთ დონეზე ავიდა იქ თქვათ რომის ეკლესიაში მაშინდელ პაპებთან საერო ცხოვრებით ერისკაცები ცხოვრობდნენ. ბევრი მათგანი, ყველა არა. და აი ამან გამოიწვია მე ეს მარტინ ლუთერის გერმანელი ღვთისმეტყველისა და თეოლოგის აღშფოთება და აი ჩაეყარა საფუძველი ამ განხეთქილებას ვთქვათ კათოლიციზმში და მანამდე კიდე მოხდა განხეთქილება მართლმადიდებლურ და კათოლიკურ ეკლესიებს შორის. აი ეს ყველა იჩემებს და ვიჩემებს დღეს იმას რომ ვართ ჭეშმარიტების ხადაგებლები. და მეორე მხარეს მოკლედ პირდაპირ ჯოჯოხეთში ვისტუმრებთ. ხო. ვინც არის წვალებელი და მხოლოდ ჩვენ ვართ ჭეშმარიტების ხარეს და ჭეშმარიტების ფლობელები. ეს სხვადასხვის მოხდა ძალიან კაფეო მაგალითია, როდესაც ბოლშევიკები მოვიდნენ სათავეში. გამოაცხადეს იმათ ყველა, ვინც მათ არ ეთანხმებოდათ მტრებად. და ეს მტრები დაიწყეს მერე ამ ადამიანების ხოცვა, გადასახლება, ქონების ჩამორთმევა. რა ვიცი, რომელი ერთი შეიძლება ადამიანმა გაიხსენოს. გამახსენდა ახლა დიმიტრი ყიფიანის შემთხვევა. როდესაც სასულიერო პირმა მაშინდელმა ეგზარხოსმა პავლე ლებედევმა იქ რა მოხდა მაშინ, ეს არის 80-იანი წლების 19 საუკუნის ბევრმა იცის ეს ამბავი. სასულიერო სემინარიდან გარიცხეს ახალგაზრდა კაცი სემინარისტი ლაღიაშვილი. და ეს ლაღიაშვილი ობოლი იყო. არავინ არ ყავდა. უპოვეს სემინარიის ეს რეაქციის წლებია ალექსანდრე მეორესგან მკვლელობის ტერორისტული აქტით მკვლელობის შემდეგ და მაშინ განსაკუთრებით გამკაცრდა ეს მეთვალყურეობა საზოგადოებაზე ამ ცარისტულ რუსეთში და მათ შორის სხვა სემინარიებში და რაღაც აკრძალული წიგნი უპოვეს გარიცხეს. რექტორი იყო მაშინ გვარად ჩუდეცკი. ეს ჩუდეცკი ამ სემინარს ეგზარხოს პავლე ლებედევს თან დაყავდა, სადაც არ გადაიყვანდნენ და არ დანიშნავდნენ, ყველგან მიყავდა და როგორც ვთქვათ წერენ ის თანამედროვეები, ამ ჩუდეცკის ცოლი იყო პავლე ლებედევის საყვარელი. ლაღიაშვილი რო გარიცხეს, რამდენჯერმე სთხოვა რექტორს, რომ იმას რამდენიმე კლასი ჰქონდა ნასწავლი და ეს ცოდნა რამდენიმე კლასის ჰქონდა გავლი იმის უფლებას აძლევდა რომ რომელიმე სოფელში ყოფილიყო ოდლად და მაშინ რაღაც სახსარი ექნებოდა. მაგრამ ეგ ცნობას არ მისცეს და აღდეს უარი უთხრა ჩუდეცკი. მე მოახერხა რომ მასწავლებლობის უფლებასაც აძლევდა, მას დაწყებითი კლასების მასწავლებლად. რომელიღაც ოჯახში, რუსი მოხელის ოჯახში აიყვანეს მასწავლებლად ბავშვების.
ეს რო გაიგო შუდეც კი მოკლედ ის ოჯახი დაუტატანა და უთხრა რომ დაეთხოვათ ეს კაცი ეს ლაღიაშვილის და სულეთ უსახსროდ დატოვას ხო და გამწარდა ესაც რა თქმა უნდა არანაირი გამართლება მის აქციელს არ აქვს მაგრამ ნუ ერთ გადაწყვეტა რომ მივალ კიდევ ერთხელ თხოვო და თუ კიდე უარი მიიღე მოკლაო და წაიღო ხანჯალი და მართლაც უარი რომ მიიღო მოკლა ეს რექტორი ჭუდეცკი და პანაშვიძე როცა გადაუხადეს მისვალებული ამ ჭუდეცკის პანაშვიდი გადაიხადა ეგზარხოსმა ანუ მაშინდელმა ეკლესიის მეთაურმას საქართველოსი ლებედევმა დასწყევლა ეს მკვლელიც ქვეყანასა და ის ერიც რომელმაც ეს მკვლელი წარმოშვა და ამას მოყვა რა რომ ამ დროს უკვე ეს ადამიანი რომელიც ეხლა რაღაცა მიზნით უბრალოდ ვეცნობი ამ დიმიტრი ყიფიანის შესახებ რაღაც მასალებს კითხულობდა ყველა ერთხმად წერს რომ ეს იყო ილიას დონის მოღვაწე ეს ნაკლებად არის ცნობილი თუ არ ჩაიხედა მის ბიოგრაფიაში და მის საქმიანობას არ შეისწავლი და უკვე გადამდგარი იყო ჩამოშორებული იყო ამ საქმიანობას როგორც მოხელე ქვიშხეთში თავის იმას მამულში ისვენებდა ეს ამბავი რომ გაიგო ჩავიდა ხაშურში და გამოაგზავნა ტელეგრამა თბილისში ამ ლებედევის სახელზე ეგზარხოსის რომ და არის ძალიან ისეთი დიპლომატიის ჩემი აზრით კლასიკური მაგალითი გავიგე ისეთი ხმებმა მოახსია ჩემამდე რომ თითქოს თქვენო დაგიწყევლიათ ის ერი რომელიც წყემსთავრადაც ხართ მოწოდებულიო აქაო და თუ ეს მართალია მაშინ ის ქვეყანა და ეს ერი უნდა თქვენო დასტოვოთ და თუ მე ვწდებიო ბოდის ვიხდიო ეს აშილად როგორც ჩანს ამ აღშფოთდა ეს ისა ეგზარხოსი მივიდა მაშინ უკვე მეფის ნაცვალი თავიდან იყო აქ თავარმართებელი მე თავარმართებელი 40-იანი წლებიდან ხდება უფრო მეტი უფლებები ენიჭება და მეფის ნაცვალი ხდება და იმის იმპერატორი ალექსანდრე მეორის კლუბის შემდეგ ისევ თავარმართებლობა შემოიღეს და თავარმართებელთან მიდის და აჩვენებს იმ ტელეგრამას და 73 წლის კაცი გადაასახლეს სტავროპოლის მხარეში და ეგაც არ აკმარეს და ეგ ვიღაცა კვლელი მიუგზავნეს და ღამე მძინარეს თავში ჩაარტყეს რაღაცა საგანი საწონი თუ რაღაცა და მოკლეს და იმისი იქიდან ჩამოსვენება და პანაშვიდები და დაკრძალვა გადაიქცა ეროვნულ მანიფესტაციად რაც რუსებს ჩვენთვის აქვს გაკეთებული ამ ყველაფრის მერე აი როგორა შესაძლებელი რომ ქართველები მაინც რუსებს ემონებიან და მაინც რუსეთში მიგვათრევენ აი ეს არის ჩემთვის სრულიად წარმოუდგენელი გაუგებარი და გასაგიჟებელი ჩემთვისაც ბატონ ივანეს ჟავახიშვილის წერილი რომ აქვს სოციალურ-პოლიტიკური მოძრაობა მე-19 საუკუნის საქართველოში იქ მრავალ საკითხ ეს არის 1904-5-ში დაწერილი ეს წერილი მაშინ პრივატ დოცენტი იყო პეტერბურგის უნივერსიტეტის და როგორც მე წერს სიმონ ყაუშვილი უთქვია ბატონ სიმონისთვის ბატონ ივანეს რომ მე რო თავადი არ ყოფილიყავიო შინა პატიმრობა მომიზაჯეს ამ წერილის გამო და უჟველად ციხეში ჩავდებოდიო და იქ ერთ-ერთი ისე აქვს რომ დასაბუთებული აქვს რომ არც ესე ჩამოთulis რომ არც არაბებს არც თურქებს არც სელჩუკებს არც მონღოლებს არც სპარსელებს არც ოსმალებს არ გაუკეთებიათ ის ქართული ეკლესიისთვის რაც გაუკეთა რუსულმა ერთმორწმუნე ჭალებში ეკლესიამ ეგ უნდა გავაცნობიეროთ ეგ უნდა გვახსოვდეს ეგ უნდა შეუძლებელია ესე ცხოვრება ესე დაბმავებულებმა და ესე რაღაცა გონებაჩლუნგებმა არ შეიძლება ესე არა თან არსებობს ეს ლიტერატურა არის კი რუსი იმისი ადამიანის დაწერილია დურნოვსი ციგნი ასეთი სუზვი გრუზინსკი წერკი საქართველოს ეკლესიის ბედი წერს ეს კაცი ჩამოთulis ბევრ რამეს და მაშინ ამბობს რომ ის რაც ქონება რაც ჩამოართვეს საქართველოს ეკლესიას აფასებს როგორც 150 მილიონ ვერცხლით
იქ ისინი სათლის ქარხნები იყო, მამულები ქონდა, ეს ყველაფერი ჩამოართვეს და გახადეს რუსეთის ხაზინის და რუსეთის საპატრიარქოს კუთვნილებაში გადავიდა კუთვნილებაში ეს ყველაფერი. ნუ ეს არის ყაჩაღობა, ხო, გაძარცვეს საქართველოს ეკლესიას და ერის და კი წეს რომ ისინი 60 გადაადნეს, რომელიც შიც იყო ოქრო და კილოგრამობით დაწვეს და მე იქიდან დამწვერდან რომ გამოიყო ეს ოქროს ზაფები, მე ის გადაადნეს და წაიღეს იქ იმას რა უყვეს, რა ქვია, ხახულის ხატს. ხახულის ხატი თავისი ზომებით არის მეორე მსოფლიოში, უფრო დიდი არის ვენეციაში პალა დე ოროს ხატი და ცენტრალური ნაწილი იყო მთლიანი მინანქარი. ვისაც გინახიათ ეს კარგად საოცარი ხატია, თვიშობლის სახე და ორი ხელია იქ ხოლო დარჩენილი. ეს იყო მთლიანი, აი მე-19 საუკუნის შუახანებამდე. მაშინ იმ პერიოდში გუბერნატორი ქუთაისისა იყო გრაფი ლევაშოვი, რომელმაც ერთ-ერთ კოლექციონერთან ერთად ეს ხატი წამოიღეს იქიდან, გელათში ინახებოდა რესტავრაციის საბაბით გელათიდან და ამოიღეს ეს დიდი მინანქარია, მე მგონი დაახლოებით 1 მეტრი 70-ზე, მაგხელა მინანქარი მე მგონი არც იყო სხვა. და მთლიანად გაყიდვა უნდათ, ვერ გაყიდეს მთლიანად, დაამტვრიეს და დღესაც არ ვიცით სად არის ისინი, რა ქვია, ამისი ნაწილები. რაღაცეები აღმოჩნდა ზოგი, მე ამ რუსმა კოლექციონერმა, რომელმაც ეს მიითვისა და წაიღო, გაყიდა და ნაწილი ევროპაშია, ნაწილი ამერიკაშია და ითვლებოდა კარგა ხანს ბიზანტიურად, სანამ მე თქვა არ იკვლიეს და დაამტკიცეს, რომ ის რაც ბიზანტიური იყო, ყველა ბიზანტიური არ იყო, ყველა მინანქარი. და კიდევ ამ რაც ნახსენებია და მნიშვნელოვანია წერილში ეს სიხარული, ადამიანური სიხარული, ერთი ადამიანის მიერ მეორის გახარება. ეს შესანიშნავად აქ შოთა რუსთაველს ეფხვის ტყავსანში, როცა უკვე გამოხსნილიყავთ ნესტან დარეჯანი და ბრუნდებიან და უნდა მიადგენ უკვე არაბეთს ავთანდილის სამშობლოს და ატყობს სტარიელი, რომ რაღაც უხასიათოდ არის და ირკვევა, რომ მას რაღაც ამ დიდი ხნის სამოსული არის სამშობლოდან და მიტოვებული ყავს თქვა თავისი მეფეც თინათინის და ამის გამო განიცდის, რომ როგორ შეიძლება პირშავად არის მოკლედ ამ თავის მეფესთან და თავის შეყვარებულთან და იქ ტარიელი ეუბნება, რომ მე მივალო მომეცი ნება და მომეცი უფლებაო, რომ ნება დამხტე და მომეცი უფლებაო, რომ მე მივიდე დაველაპარაკო და მე მოაგვარო ყველაფერიო და როსტევანიც გაიხარებს, მეც გავიხარებ და შენც გაიხარებ და შენ სიხარულით მეც გავიხარებო. ეს არის ყველაზე უფრო თქვა ალბათ დიდი ბედნიერება, როცა შეგიძლია სხვის სიხარულით გახარება და არა სხვისთვის გულის მოკლა და რაღაცების დაპარალება. მართალია, ნამდვილად ეგრეა. აი, არ ვიცი რა. როგორ შეიძლება მოერიოს საზოგადოება ამას, ეს არ ვიცი, ეს კიდევ მე დაიწყო იქიდან ბოლშევიკებმა განსაკუთრებით ზაფრად წამოწიეს ისინი წაცხადებდნენ ხალხის მტრებად ადამიანებს, ოჯახებს. დაიჭერდნენ თქვათ მამას და მისი მეუღლე და შვილები უკვე ხალხის მტრები იყვნენ. ზოგი როგორღაც ახერხებდა თავის გატანას, მაგრამ ზოგი ძალიან ძიმე დღეს ჩავარდა და გაუბედურდა. წარმოუდგენელი დანაშაული, წარმოუდგენელი ბოროტმოქმედება, წარმოუდგენელი კაინის სოდვა, ძმათამკვლელი სოდვა და წარმოუდგენელი რაღაცა სიმხეცე არის აი ჩვენი ისტორიის და ჩვენი წარსულის აი ამ ყველაფერში და უნდა დავინახოთ ეს, უნდა გვესმოდეს, უნდა გვახსოვდეს. ჩვენ აი მე მგონი დღევანდელ დღეს ისევ ვართ აი მუსკულის პირას, რომელსაც შეიძლება გადავიჩეხოთ და ამით დამთავრდეს ყველაფერი. მაგრამ ნუ რაღაცნაირად უნდა გაუძლოთ და უნდა ვიბრძოლოთ. ეს ბრძოლა არის მშვიდობიანი, ეს ბრძოლა არის
მორალური, ზნეობრივი, ეს არის ჩვენი სიმართლე, რომელიც უნდა ყველას გულამდე მივიდეს და ყველამ გამოხატოს და გამოთქვას. თორე ახლა ჩვენ აი სინამდვილეში აი რომ გვერდიდან შევხედოთ. სულ რაღაცა 3.5 მილიონი ადამიანი ვართ, ხო? და დედამიწაზე უკვე მე მგონი 9 მილიარდია ლამისა. ჩვენ ვართ აი ამ ადამიანების ოკეანეში რაღაცა ერთი წვეთი შეიძლება ესე ითქვას. შანხაის ერთ უბანში დიდი ქალაქის ერთ უბანში ცხოვრობს იმდენი ადამიანი ამდენი მთელ საქართველოში. ხო და მეგაპოლისების ჩვენ თუ გვინდა რომ შევინარჩუნოთ ჩვენი თავი, ჩვენი მეობა, კულტურა, ჩვენი პოეზია, ჩვენი წმენა, ჩვენი ადამიანობა, ეს ყველაფერი უნდა გავითავისოთ, იმიტომ რომ ჩვენ ხო სხვა ძალა და სხვა რესურსი არ გაგვაჩნია. არც წიაღისეული გვაქვს ისეთი რომ ამან რაღაცა მოგვიტანოს აი ჩვენი მეზობლებიდან განსხვავებით. არც მრეწველობა რომელიც დაუშვათ ბელორუსიას კიდევ შემორჩა საბჭოთა დროინდელი არ დაშალეს და ჯართად არ გაყიდეს მეზობელ ქვეყანაში. დღემდე ამუშავებენ იმ ქარხნებს და რუსეთზე არიან მიბმულები ცხადია და ჩამორჩენილია ეს ყველაფერი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში გაუფრთხილდნენ და შრომობენ და ჩვენ რეალურად ჩვენი აი ამ კულტურის გარდა ჩვენი ლიტერატურის, ჩვენი არქიტექტურის, ჩვენი შემოქმედებითობის ამ ყველაფრის გარდა ჩვენ ხო მართლა არაფერი არ გვაქვს და თავს ვერაფრით ვერ მოვიწონებთ. და უნდა თავი გადავდოთ, თავი გავწიროთ, გავაცნობიეროთ, რომ ერთადერთი გამოსავალია წინააღმდეგობის გაწევა და პროტესტის გამოხატვა. არ უნდა შეგვერშინდეს ქუჩაში გასვლის და სიმართლის თქმის. მხოლოდ ეს თუ გადაგვარჩენს. ღვთის წმენა თუ არის გულწრფელი, თუ არის მართალი, ღმერთი გვიშველის და კიდევ ერთხელ მოახდენს სასწაულს. და გადავრჩებით. თუ არა და ყველაფერი დასრულდება. კიდე რამე გვიშახა მე ეკლესიური ადამიანი არა ვარ სამწუხაროდ, მაგრამ ხო ფაქტია რომ მას ხო არის რომ მოდის ამბობს რომ მე მოვედი ყველასთვის. დიახ. და ამბობს რომ ვინც თქვათ არ მიიღებს იმ ჩემს წვენას, მე თქვათ სხვაგან მოვეკითხება ეს. როდესაც ის უკვე სხვა მეორე სამყაროში გადავა და იქ არავის არაფერს არ უშავებს. დიახ. როცა შეეძლო რომ თქვათ ყველაფერი რაც სხვას თავს გადახდა თავიდან აერიდებინა, მაგრამ მიიღო ეს ყველაფერი როგორც ადამიანი. ხო და შეეძლო ანგელოსების ლეგიონები გადმოეყვანა და ძალით ხო და ნუ აი მე ეხლა შეიძლება ჩვენი მხრიდან ეს მოწოდებები, ეს ასე ვთქვათ შეძახილები და ეს ჩვენი გულის ტკივილი ასეთი სახით გამოხატული. ვიღაცას მოეჩვენოს რომ ეს არის ზედმეტი. რომ ადამიანი თვითონ უნდა წყვეტდეს როგორ მოიქცევა, რას გააკეთებს, რას იტყვის. რა თქმა უნდა, ყველა თვითონ ირჩევს გზას ცხოვრებაში და თვითონ წყვეტს, რას გააკეთებს. გასაკვირველია, მე არავის არ ვახვევ თავს არანაირად, არათა შემთხვევაში. მე უბრალოდ გულის ტკივილს გამოვთქვავ და გამოვთქვავ ისე, როგორც შემიძლია. გული წდება რომ აი საქართველო გახდა
საჯიჯგნი ჯერთი იმ ქართველების, რომლებიც რუსულ საქმეს აკეთებენ. და ყველა ფარისეველი თუ კონფორმისტი თუ ურწმუნო ადამიანების, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ მატერიალურ მოგებაზე არიან ორიენტირებული. სხვა არაფერი აინტერესებს. აი ამ ყველას საჯიჯგნი რო გახდა ეს ქვეყანა, მე არ მემეტება და მენანება და რაღაცნაირად არ შემილია, რადგან ეს რადიო არსებობს, ეს ინტერნეტ რადიოში გავდივართ პირდაპირ ეთერში, არ შემილია რომ არა ვთქვა და არ ვილაპარაკო. მაპატიეთ თუ მეგობრებო, გეჩვენებათ რომ ზედმეტი მომდის. როდის ვიხდი. აი ეს რასაც ქვია შენდობა, მიტევება, სიყვარული, თითქოს სადღაც არის გამქრალი, აორთქლებული. დიახ. სიძულვილი ტრიალებს აერში და ეგ არასდროს არ გვეპატიება თუ ამას არ მოვერიეთ. ერთმანეთს თუ არ გაუწიეთ ანგარიში და ხათრი და რა ვიცი არ შეუნდეთ. და ეს კაინის სოდვა გულიდან უნდა გამდევნოთ ჩვენ თვითონ. გული უნდა გავიწმინდოთ და ეფშტეინის ეს ესეები მე მგონი მართლა ძალიან მნიშვნელოვანია. მე ესე ვხედავ. ამ ტექსტს რაც დღეს ავიკითხე, მე ერთ-ორ დღეში გამოვაქვეყნებ ინტერნეტში და ეს რო დაიდება, ქვია, ჩემს გვერდზე, აი ამ ჩვენი გადაცემის ჩანაწერი, იქ კომენტარში ასევე მიუთითებ ამ ქვია, ტექსტურ ვერსიას. ადრე ისე იყო, რომ ჯერ ტექსტურ ვერსიას ვაქვეყნებდი, აი ამ პირველი მეორე განყოფილების ესეები ჯერ ქვეყნდებოდა ტექსტურად და მერე პარასკევობით კითხულობდი მათ დარიო რადიოში. ეხლა პირიქით ხდება, ჯერ ვკითხულობ დარიო რადიოში და მერე ვაქვეყნებ Facebook-ის ჩემს გვერდზე. მეგრე მოხდა. ავიცი რა ჯობია. მე მაინც როგორც ვაკვირდები, უმეტესობა ადამიანებისა მეუბნებიან, რომ ჩვენ გვირჩევნია წავიკითხოთ ტექსტი. თუმცა ზოგიერთი ამბობს, რომ აგრეთვე გვისმენენ. ხო და ალბათ ორივე უნდა იყოს და კარგია, რომ ეს შესაძლებლობა არსებობს. ხო, რა ვიცი, მეტი რა უნდა ვთქვა. დღეს მოდი ამით დავასრულებ და ბატონო დავით, თქვენ საბოლოო სიტყვის, საბოლოო შეჯამებისთვის გადმოგცემთ კიდევ ერთხელ. არა, კიდევ ერთხელ მადლობას ვიტყვი, რომ ზუსტი, ძალიან ზუსტი ის არის დიაგნოზი, აი ეს დღევანდელი განსაკუთრებით ზუსტად ასახავს იმ ვითარებას, რაც ჩვენ საზოგადოებაში ტრიალებს. და ამისთვის კიდევ ერთხელ მადლობა, რომ ეს ეთყობა საერთო სენია რა პოსტსაბჭოთა სივრცის. ეთყობა. ესე ადვილად თქვა ის კი გავიდა 34 წელი რაც საბაკავშირი დაიშალა, მაგრამ იმისი არ იყოს, რა ქვია, შერეკილებში რომ არის, აქედან ვერ წაშლიოს, ეუბნებიან, აი ესე არ იშლება ეგეთი შტამპები, ცუდი, საშნელი შტამპები ცნობიერებიდან. თაობებს მოსდევს ეს. სამწუხაროდ ეგრეა. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. ეგეთი შტამპები, დიდი მადლობა. დიდი მადლობა, აბა დროებით. კარგად დამოგოდეთ მეგობრებო. გემშვიდობებით. დარიო რადიო, მუდამ კარგი დავია.